ჩემი ორსმენები, იქ ჩემი დამტენი, იქ ჩემი მეორე ორსმენები ერკოთ. ციცია ვიღოთ. აეროპორტში ალე ჩავშდებით, არა მალე არა იდე 2 საათს ჩავშდებით. გვეგონა რომ 2 საათში ჩავშდებოდით, მაგრამ რისლის გამო ფრენა 1 საათით გადაიწია. ამის მერე ცოტა კარტები თამაშე და ჩაჯდომას დაიწყო. მე მგონი მარტო მეწევს. სამკაციანს კაცჯდომა და ძალიან გამიხარება ეგ მართლა. ხო სამწუხაროდ მარტო ჯდომა არ მომეწია, მაგრამ პილოტის უნავი ძალიან მაგრა დასვა. საბოლოოდ კი ჩამოვით აეროპორტში და წავედით სასტუმროში. სასტუმრო დანგრეულია. იმის გამო რომ ოთახში გვიან შევდიოდით, სასტუმრომ ამ დღეს აუზმა გვაჩუქა. ჩანგლებს არა. ჩანგლებს. საუზმის შემდეგ კი წავედით ბრატისლავის სავაჭრო პარკში. ამჩი მაღაზიაში ვართ. ეს აი წავედით. რაფია რაიცი რომ ვიყიდო. არა ნუ იქ როგორი რაღაცებია და იქაც არა. ანუ სიგურად. ეს ვავიღო და მოვიპარო ვიმიხდება პროსტა აი. აუ ორტუში განზადე წელი შეკოთ. გაუში ბიჭო იმას ხელი. აუ გაუში მეგობრებო მოგეცა არა მაგრა დავიყალე მაგრა. ხოდა ეხა მოდი როტორი გავაკეთოთ იმიტომ რომ არ მიჩვენებია ჩვენი ოთახი. მოგლით შემოგივართ აქედან. ესე მაგით ხდება კარადა ესე აქეთ არის პირფარეშო აქ ვარ მე აქეთ გამოვხთ გვაქვს მაგიდა აქ გვაქვს ორასი პირაშელი ბონები აქ რაღაცები დევს აქ ერთი ტუმბო და ერთი საწოლი აქეთ მეორე ტუმბო და მეორე საწოლი ეს ჩემი რუგზაკი ეს ჩემი ერთი ფეხსაცმელი, იქ ჩემი ორსმენები, იქ ჩემი დამტენი, იქ ჩემი მეორე ორსმენები ერკოთ. აქ შუშტები. აქ ტელევიზორი და მე. იდეაში ესა ოთახი რა, მეტი ისეთი არაფერი არა. ნუ ცუდი ოთახი არა. აქ მასივარი გვაქვს. შეგვიძლია გავხსნათ და გავხსნათ ერთ არის კოლა. დიდი ალბათობით ამ მასივარში. მარტო კოლა იქნება. ეც ამთავრე ხალე რა იმიტომ რომ დღეს ფაქტურად არ მიძინია რა. და პროსტა თან ლოქს ისევე აშტატები მაქროს მიკროფონი არაფერი არ მაგა ისევე გრაფ ლოქს და იმედია კაი ხარისხის გამო. კაროჩე ამიტომ თუ ნახავთ ზეგი ძალიან საშინელება არა თუ არ ნახავთ ზეგი საშინელება. კაროჩე მოდი ეხლა დამშვიდობებით. ხო ეხლა დამშვიდობებით დღევანდელ დღეში. და ხვალ რა მოხდება არ ვიცი. ამიტომაც წავედით. ამის მერე წავედით ავსტრიის ერთ-ერთ აუთლეტ თბილისში, სადაც შემდეგ ასაკურად შეხვდა ქართველი ტაქსისტი. აი ეს მაღაზია. წავოყალათა. წავედით. ხილა, ჩემი ძმა. კაროჩე ეხლა ჩვენ ვიყო წყალი და ასევე. კი. არ ვიცი რამდენი გია მე რამდენი მინდა გავთხოვო და შევაჯამოთ მე მგონი. კაროჩე, კოკო რა ამოვია, არის ევრო და 40 რა არის. საქართველოში არაფრიდუა. ეს იაფი, ეს არა. ეს ჩვენ თვითონ ფოთლია დოკეს. და ეს რო იაფი. აი ერთი კოკო. მეორე კოკო თავი. კაი არ თუ კაი ავიღოთ ორი გო. ეს ჩაჭი. ეს ხარ ჩიფსები იგეთა? ჩიფსი ავიღოთ ხარ. არა, დაახლოებით. იმენ ტორენტო. მოვატრიალეთ. ეს შოკოლადის პროდუქცია? 3 ევროს ბიჭობის ფრენგიც. 3 ეურო. კაი, 3 ევროს. მოno ეზო. ბიჭო რაღაც გათამაშებებია მეგონი. ეგ აქ რაღაცები ვიყიდეთ. აი ხა წავედით სასტუმროში რა. მოგეთ მეგობრო. ვართ რაღაც მუნში.
Marcelo აღმოხსენებს ახლა. დავსაკავჩა განსახელი. ამოლში ვარ და ესეთი არაფერი არ არის. მე ისიც თუ ნახავ, მაგრამ იდეაში ისეთი არაფერი არ არის. შემდეგი ორი დღე არაფერი არ გადამეღია და ჩამოვედით საქართველოში. მოკლედ მეგობრებო, ჩამოვედით თბილისში, ხო ვარ ჩემს ოთახში. ესაა ჩემი სეტაპი, ჩემ ოთახს ცოტათი ხედავთ და თუ გინდათ რომ მთლიანი room tour-ი გადავიღო, დამწერთ კომენტარებში. ამიტომ room tour-ი არ იქნება, მაგრამ ხო? ეხლა რატო ვარ სეტაპთან, გაიკვირდებათ. მოკლედ, როცა სლოვაკეთში ვიყავი არა და რო ჩამოვედი, ან გუშინ ჩამოვედი, ხო და გუშინ გამოვიდა Spider-Man Brand New Days ტრეილერი რა. და ეხლა მოდი ერთად დავარეაქტოთ, გავშვით. აუ, კამერა ჭედავს, მაგრამ როცა ვთქვი რატო აზე არ ვარ და იზვენით მაგისთვის. ხო და უკეთეს კომენტარი თუ გინდათ რომ მქონდეს სპონსორები შემეხმიანეთ, ბიზნესმენელი აღწერაშია, ეკრანზეც ხედავთ აქვევით და უჭორი შემეხმიანეთ, იმიტომ რომ მაგარი, არა, მინიდაში მაგარი ცუდი კომპიუტერი არ მაქვს, მაგრამ edit-ში ცოტა მიჭედავს ხოლმე, ცოტა არ edit-ში არ მიჭედავს ხოლმე, After Effects წესი ვერ ვიყენებ. ამიტომაც იმიტომ ძალიან ბევრი რაღაც Premiere Pro-ში გაკეთება და After Effects ძირითადად ვერ ვიყენებ ვიდეოებში და ძალიან ცუდია, გარდა ვიცი გამოყენება და შემილია და რო ვერ ვიყენებ საშინელება და თუ გინდათ თუ დამეხმაროთ ან ნაცნობი ვიყავთ მე კომპიუტერულ კომპანიაში უთხრეთ რომ მომწერონ ან თუ უყურებთ რომელიმე მომწერეთ რა კაროჩი მაგრამ კაი ჩავთვით რაც არის დაიგეთ იზვენით ბოდიშით დავეწავეთ რა ეს გავხსნათ აი ჭედავს რა დაიგე ბოდიში დიდი ბოდიში მაგისთვის I can. Așa, subtitrები გავთიშოთ, არ ხშირდება. მე და ინგლისური ყველა მიცით რა, თუ არ იცით, ბოდიშით. Hi, my name is Peter Parker. რაღაც სხვანაირი შტოერები ეკეთა ის იყო. Gonna happen, and the only way to stop it was რაღაც კოსტუმი არ მოწონს. რაღაცა კოსტუმი მქონა. because I'm not just Peter Parker. Spider-Man. What the hell, Frank? You just hit me with a gun. Put your whip rate. Suit yourself. Mother. Go home. Because sometimes Spider-Man has to do the hard thing, even if it breaks Peter Parker's heart. ეს ხა იდეაში წლების მერე უნდა ხდებოდეს თუ ეგრევე რაღაცა ერთი კვირის მერე ან No Way Home-ის ამბების მერე. იმიტომ რომ შეცვლილები არიან რა ისინი, ნედიც მაგარი ცხონაერი ჩანს და რა თქმა უნდა, ეხლა მსახიობი შეცვლილოდა და ეგ მაინტერესებს კინოში შესვლილი უნდა იყოს. What is happening to me? Apples. Dr. Banner, I need your help. Banner. If DNA is mutated, could be enormously dangerous. Spiders have 3 life cycles. When between cycles, it can leave the spider vulnerable to threats. We are faced with a danger that we can't control. One we can't even see. Stay out of my way. You're losing it, kid. And for those spiders who make it through, it amounts to a kind of Which one? kind of შავი თვალები რატო აქვს? რაღაცა ნიტუა ამაში. rebirth. Nice flowers. Oh, they're housewarming. I'm MJ, I'm just a neighbor from across the hall. friendly neighbor.
ბულად გადავწ. Გამაინტერესა მაგრა აი იქ რო იყო შავი თვალები რო ქონდა ამ მომენტში. რო არ ვიტყოთ კოსტუმი დიათ არ მომწონს და მე მგონი ისე თემა აღარა ქრა სტარკი დაიღუპა აღარაფის აღარ ახსოვს პიტერი არც ის ჰეფი აღარაა და ანუ ჰაი-ტექ ის აღარა აქვს რა კოსტუმი და თავი შეკერილია როგორც ტობი მაგუაიერს და ენდრიუ გარფილდს ქონათ ანუ რაღაცა პარაშუტები და რაღაცები აღარ აქვს დიზაინით რო არ მომგეტყო ცოტა არ მოწონს აი რაღაცა გაწელილი სახე აქვს რა იდე ნუ იდეაში დამაინტერესა აი ამ მომენტიდან მithumetes ეს ხელებიდან უშვებს ქსელებს და ეგ საინტერესოა თორე თქვენ თეორიები დამიწერეთ რას ფიქრობთ რა მოხდება მე ფიქრობ ვისაც გაქვთ ძველი 90-იანების სპაიდერმენი ნანახი ფილმს არ გულისხმობ მულტფილმს მან არის მომენტი და მან არის მომენტი, სადაც პიტერი ხდება ადამიანი ობობა ხდება, დიდი ობობა, ანუ მუტაციას განიცდის. რაღაცა ეგეთი მგონია მე, იმიტომ რომ შავი თვალები თან ეს ქსელები თქო, ესე იგი რაღაცა განიცავდა, ხო? კიდე აგერ მუტაციაზე ებაზრებოდა ეს კი დაბნეულობები რაღაცეები აქვს და ეს მე მგონი ვენომთან კავშირში, იმიტომ რომ ვენომს ქონდა დაბნეულობები და იდეაში ჩემი აზრით მინიმუმ 3 საათიანი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვილენი და რაღაცები გამოჩნდა და საინტერესო იქნება რა. და ეს მაგარია. ხო რა იდეაში იყო უბრალოდ ვლოგის მერე მინდა ჩამესვა რომ პარე მე ხა ცალკე ვიდეოს ამაზე ხვალებდი 1-3-4 წუთი გამოვიდო და ვლოგთან ერთად ჩავსვირე თუ გინდათ რომ გადავიღო ვლოგი ნუ ჯერ ადრია მაგრამ ზაფხულში როდის გამოდის მოიცეს თამოვიწყობ შოდის გამოდის Friendly neighbor. ხო 31 ივლისს თუ გინდათ რომ წავიდე და გადავიღო ვლოგი დამწერთ კომენტარებში წავალ და ხო რა ვთქვა მეტი აბავლის თუ მოგწონთ ესეთი ტიპის ვიდეოები ან კომენტართან რომ რაღაცას ვარი აქტება ან რაღაცა ეგეთი დამიწერთ და რაღაც ეგეთებს გადავიღებ და იდეაში ეგ იყო რა წავედით ხა დავაეთო ეს ვიდეო და დაგიდებთ ხო და ბოდიში რომ ვიდეო დიდი ხნის მერე დავდე რა ეგ იმიტომ რომ არ ვიყავი საქართველოში და ყველა საქართველოში არ ვიყავი და მაგით ვერ დავდე აბა თქვენით რა წავედი ხა სახში აუ ყავაცი აი ეს